საქართველოს აღარ ჰყავს პარტნიორი, არავინ აღარ არის მისი პარტნიორი. ევროპა არ არის მიზეზთა და მიზეზთა გამო ნუღარ ჩავამასახელებინებთ. ერთ-ერთი ფაქტორი თუ მიზეზი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს რომ უწოდებს საკუთარ თავს ის შალვა პაპუაშვილი დღეში 34 ჯერ ან ორ დღეში 68 ჯერ გამოდის და უნდა თქვა ასე იბოდიშებს დედას აგინებს ევროპას, ევროპის კავშირს, ევროპულ ცალკეულ სახელმწიფოებს, ამ პაპუაშვილის და კობახიძის და სხვათა უღარ ჩავამასახელებინებთ მართული მედია ახყვება ხოლმე ამ ტრენდიც არ არის, ამ დავალებას ასრულებს შესანიშნავად და ისინიც ყოველდღიურად აგინებენ და აგინებენ ევროპის კავშირს, ცალკეულ სახელმწიფოების მნიშვნელოვან პირებს, აგრეთვე ელჩებს, საზოგადოებებსაც, აი გერმანულ საზოგადოებას, ფინურ საზოგადოებას, შვედურ საზოგადოებას. მოკლედ ევროპა ჩვენი პარტნიორი არ არის. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირისათვის არის ძვირფასი, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ინარჩუნებს ევროკავშირი ჩვენთან, ოღონდ საზოგადოებასთან ურთიერთობას, რამ ძაფებს, თხელძაფებს, მოდი ვიტყვი ასე. თუმცა ეს თხელძაფებიც თუ გაწყდება, ანუ ჩვენ იმ ეგრეთ წოდებული ბენეფიტებითაც თუ აღარ ვეღარ ვისარგებლებთ, რომლებითაც სარგებლობთ, გასაკვირისულაც არ უნდა იყოს უკვე მომავალში. მაგალითად, თუ 2027 წლის დასაწყისისთვის მიზეზთა გამო მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს კი არ შეუზღუდავენ ევროკავშირში უვიზოდ გზავრობის შესაძლებლობას კი არ ჩამოართმევენ, არამედ რიგით მოქალაქეებსაც, თქვენს, მეც, სტუდენტებსაც, აი ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და გარდაუვალ აუცილებელია მისთვის ბერლინში თუ რომელიმე სხვა გერმანულ თუ არაგერმანულ ქალაქში წასვლა, პარიზში, ვენაში, ვარშავაში, პრაღაში, მადრიდში, სხვაგან. არ უნდა გავიკბიროთ ეს. საქართველოს მარტო ქვეყანაა. ბიზნეს ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ის მარტო კი არა, იზოლირებული ქვეყანა იყოს. კი, ირაკლი კობახიძე წყელგამოღადრული ევედრება თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მოდი ურთიერთობა აღვადგინოთო, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს თავისი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგში ქართული ოცნების ხელისუფლება ვერა და ვერ მოხვდა, იმიტომ რომ ამერიკის ინტერესებს როგორც ასეთს ქართული ოცნების ხელისუფლება არ ითვალისწინებს. თორემ რა უნდა ამერიკის ინტერესების გათვალისწინებას? შეუნდა იყო ადეკვატური სახელმწიფო, არ უნდა არღვევდა ესე ხშირად კი არა საერთოდ ადამიანის უფლებებს, პოლიტიკას არ უნდა ზღუდავდე, პოლიტიკოსებს არ უნდა ებრძოდე, ამდენი პოლიტპატიმარი და სინდისპატიმარი არ უნდა გყავდეს, ამგვარი დრაკონული კანონები არ უნდა გქონდეს მიღებული ჩრდილოეთისკენ, არ უნდა გქონდეს გეზი აღებული და ასე შემდეგ. ჩამონათვალში არის დაახლოებით 2 ათეული ამბებისა, საქმეებისა, რომლებიც არ უნდა გააკეთოს ქართული ოცნებამ, ქართულმა რუსულმა პირადად ივანიშვილმა და ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაალაგდება გეტყვით ასე 48 საათში ან 96 საათში ან 192 საათში მალე. მაგრამ არა, შესანიშნავად იცის ბიზინა ივანიშვილმა პერსონალურად, რომ როგორც კი გაანთავისუფლებს სინდისის და პოლიტპატიმრებს, პოლიტიკას არ აკრძალავს, კონკურენციას დაუშვებს, ნორმალურ არჩევნებს ჩაატარებს, დრაკონულ კანონებს გააუქმებს, რუსულ კანონებს და ასე შემდეგ. ის მარცხდება და მარცხება მას არ უნდა მრავალ მიზეზთა გამო არ უნდა. 3 მიზეზი შეგვიძლია გავიხსენოთ. პირველი, იმიტომ რომ შიზოიდია და შიზოიდებს არ უნდა დამარცხება. მეორე, იმიტომ რომ რუსეთის მიერ მართულია და რუსეთის მიერ მართული შიზოიდია და მესამე და ეს არ არის უმნიშვნელო ამბავი. თუ დამარცხდება, მას ფულს ვინ გააკეთებინებს? აქ ამ ქვეყანაში მას და მის ოჯახს, მას და მის კლანს, მას და მის ბანდას, რამდენიმე ასეულ ადამიანს. მართლა ხო არ გონიათ, რომ ბიზინა ივანიშვილი საერთაშორისო მასშტაბის ბიზნესმენი, არა, ის ოლიგარქია პირდაპირ მნიშვნელობით, რომელსაც იოლი ფული შეუძლია გაყიდა ბიტკოინი, იყიდა ბიტკოინი, დაარსებინა კოლ-ცენტრი, გამოაარსებინა ისევ კოლ-ცენტრი და ასე შემდეგ. იქ რაღაც მაინერების ქარხანა, იქ მაინერების
ფაბრიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მას უნდა რომ საშვილი შვილოდ კი არა, საშვილთა შვილის 24 საუკუნის 20-იან წლებში რომ იქნება ვინმე ბიზინა მერვე ივანიშვილი, იმასაც კი ჰქონდეს ბევრი მილიარდი. ფეხებზე კიდია ეს ქვეყანა, ქვეყნის თავისუფლება, ღირებულებები, დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ. შეზღუდული პასუხისმგებლობის იმდ მეწარმე საქართველოს გენერალური დირექტორი გონია საკუთარი და ასეც არის. ევროპა გადაიკიდა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე ვერც დაალაგებს. იმიტომ რომ აკი გითხარით რომ შტატებს აქვს თავისი პირობები. თორე ამერიკას გან არ უნდა ამ რეგიონში შემოსვლა მსუხეთ, მაგრამ უყურებს რა დამფრთხალ და არაადეკვატურ და რუსეთისკენ მომზირავ ბიზინა ივანიშვილს და მის ბანდა ხელისუფლებას არ უნდა რა. ახლა ბევრი იტყვის რომ მისი პარტნიორი არის ჩინეთიო, სწორედ ჩინეთზეა ჩემი ეს ვიდეობლოგი, ჩინეთზე და ერთ მნიშვნელოვან ამბავზე. ჩინეთთან ხო დაალაგა ურთიერთობები, სტრატეგიული ურთიერთობები დაიწყო, გააფორმა. ისე ამათ რა უთხარი, სადაც სტრატეგიული ურთიერთობების ხელშეკრულება არ იყო, რაც გააფორმეს, მაგრამ ოკეი, დაუყვეთ ამათ. და ვთქვათ, რომ კი ბატონო, ჩინეთთან, რომელიც სამაგალითო ქვეყანაა, ასეც თქვა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთზე სამაგალითო ქვეყანაა, თქვა ჩინეთზე, კომუნისტურ ჩინეთზე, სადაც ინტერნეტს ვერ ჩართავ, იქ რაღაც 14 კვირიანი უტრირებ, მაგრამ რაღაც პროცედურები გჭირდება, გაგაკონტროლებენ. სულ მუდმივად მარწუხებში ხარ, მაგრამ კარგი განვითარებული ძლიერი მძლავრი ქვეყანაა, მეორე ქვეყანაა მსოფლიოში მართლაც შტატების მიერ. შემდეგ და ეჯიბრება შეერთებულ შტატებს რაღაცებში და ოკეი, კარგი ქვეყანა, ყვათ და კარგი ქვეყანა. აი ამ ქვეყანასთან გავაფორმეთ სტრატეგიული ხელშეკრულებაო, ჩვენო ძალიან კარგი ურთიერთობები. გაცილებით კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩინეთთან, ვიდრე ევროპასთან, რომელსაც აგიდებენ. აქ გითხარით, პაპუაშვილიც აგიდებს და კალაძეც აგიდებს, კობახიძეც აგიდებს, ყაველაშვილი, ყველა აგიდებს. დაიწყეს ეს ურთიერთობა და ვიდრე სტრატეგიულ ხელშეკრულებამდე მივიდოდნენ, შემოიყვანეს ანაკლიის ღრმაწყლობა, პორჩი სწორედ ამას ეხება ჩემი ვიდეობლოგი, ჩინური კომპანია, რომელმაც დაამარცხა არბიტრაჟი შემეშალოს და შვეიცარიული კომპანია. შვეიცარია ევროპის ნაწილია, ნეიტრალური სახელმწიფოა და შვეიცარიული და კიდევ თუ არ ვცდები სინგაპურის ქვეყანა, სინგაპურის ერთობლივი კომპანია იყო კონკურენტი ჩინური კომპანიისა. ამერიკელები ეხვეწებოდნენ, ევედრებოდნენ, ეუბნებოდნენ. ეხლაც არა მხოლოდ მაიკ პომპეო პირველი კადენციის დროს სახელმწიფო მდივანი დონალდ ტრამპისა, არამედ ახლაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და არ გატყუებთ, ევედრებოდნენ რომ შემოიყვანთ ჩინურ კომპანიას თუნდაც 49%-ში, ანუ სააქციო პაკეტი დაიტოვა სახელმწიფო. იმიტომ რომ პირველ ყოვლისა ეს კომპანია არის ამერიკისთვის პრობლემური, ეს კონკრეტული კომპანია სანქცირებულია, მეორე არის კომუნისტური ჩინეთის ხელისუფლების ქვეშ არსებული, ანუ სახელმწიფო კომპანია, რომელსაც ბევრი პრობლემა აქვს ჩვენთან და გადამგდები. ზოგადად ჩინეთის აქვს ესეთი სტრატეგია, შემოდის, არ აკეთებს რაღაცას და მე უკაცრავად სიტყვისთვის არა ლიტერატურული სიტყვა ცხადია, მაგრამ თრეულობს, ანუ ითრებს, ანუ იღებს ამა თუ იმ სივრცეს, ამა თუ იმ ობიექტს. ესე გაუკეთებია პორტებთან მიმართებაში სხვა მე-7, არა, 97 ხარისხოვან ქვეყნებში. ხო, არა ხარ 97 ხარისხოვანი, არ უნდა იყო 97 ხარისხოვანი ქვეყანა, თუმცა ამათმა თქვენს ყველაფერი თქვენია, ყველაფერი წაიღეთ, ოღონდაც კი ახლა გადაგვარჩინეთ და ჩინეთი ასაკურველი ჩაასხავს ფულს, განა არა. ჩაასხავს ფულს, მაგრამ მე რაღაც პროექტებს არ მიიყვანს ბოლომდე და მე დააბრალებს ამ ქვეყნის ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლებას და ამ ობიექტს წაიღებს. ამასაც წაიღებს და ასე შემოვა რბილად, ანუ არა ისე ბრუტალურად როგორც შემოდის რუსეთი, თუმცა ჩინეთი ეგრა მაგის პასუხია რუსეთთანაც საკმაოდ მეორე მონსტრთან, რეგიონულ მონსტრთან, თუნდაც საკმაოდ ესეთ კარგ ურთიერთობებს, მათ შორის ქიმია არსებობს და უფრო ზუსტი რომ ვიყო, ჩინეთი ხშირად იყენებს რუსეთს და აკეთებინებს ბევრ საქმეს და პირიქით რუსეთიც იხმარს ხოლმე, შემოიხმარს ხოლმე ჩინეთს. მოკლედ, ვითომ ეს ამგვარ რეგიონში და ამგვარ ქვეყანაში. მოკლედ, ჩინელები შემოიყვანა ანაკლიაში. მანამდე გააგდო ხაზარაძე, ასე ჰქვია უბრალოდ და ამიტომ ვიტყვით რომ იქ სხვა კომპანიებიც იყო, მათ შორის ამერიკული კომპანიებიც. ხაზარაძე და მისი კონსორციუმი იქ იყო ბრიტანულ-უზბეკური კომპანია, იქ იყო ბულგარულ-ქართული კომპანია, იქ იყო ამერიკელების კომპანია, იქ იყო თურქების კომპანია, იქ იყო ნიდერლანდების კომპანია, იქ იყო ამერიკელები, რომლებიც მართავდნენ
SSA Marine-ის ამ პროექტს ამ პორტის მართვა დაევალებოდათ. იქ იყო ამერიკული კომპანია, რომელიც დამფუძნებელი იყო კონტიჯ გრუპი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისინი გააგდო, მერე გააჩერა ბიძინა ივანიშვილმა და აკონსერვა, იმიტომ რომ რუსები კარნახობდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანაკლიის პორტის აშენება. Ни в коем случае, блядь, нельзя ასე ეუბნებოდნენ მეძავი და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა. მერე რომელიღაც ეტაპზე რუსეთს რომ დაუჭირდა და ჩრდილოეთ დერეფანი რომ დაიკეტა ნოვოროსიისკენ მიმავალი, უსება თქვეს რომ ოკეი, ააშენეთ ეს პორტი. ოღონდ აქ სუყედ უნდა ვიყოთ ჩვენ წარმოდგენილები და აი კომპანია ჩინური, რუსულს ხوار გეუბნებით, აი რუს-ჩინური კომპანია და შემოიყვარეთ ანაკლიის პორტში. ალბათ მართლაც მისცეს ამ ხსენებულ ჩინურ კომპანიას ოღონდ 59% და ჩინელებმა ისეთი პირობები წამოაყენეს უკვე შემდგომ, რომ ამ ბანდა ხელისუფლებაც კი ვერ გაბედა ამ პირობების დაკმაყოფილება. და ანაკლია ჩინელები წავიდნენ ანაკლია თავისუფალი. რა გამოსავალია ახლა? ქართული ოცნების ხელისუფლებას რო არც უნდა რუსეთის კარდა აღარც უნდა მორიგჯერზე არ უნდა ანაკლიის ხმასკლოვანი პორტის აშენება, ეს ჯიუტი ფაქტია. ახლა ბაქიბუქობენ და ამბობენ, რომ ჩვენ ავაშენებთო ერთი ნიჩაბი არ ჩაუთხავთ. პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, ერთხელაც ერთი ნიჩაბიც კი ანაკლიაში არც გაუღრმაწყლოვანებიათ. არც ის პროექტი გაუგრძელებიათ, რომელიც ხაზარაძის კონსორციუმის პერიოდში არსებობდა, არც სხვა პროექტი გაუკეთებიათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩალპეს როგორც ანაკლიის პორტი თეორიულად არსებული, ისი ანაკლიის პორტის იდეაც კი. ახლა ბაქიბუქობენ, რომ ჩვენ ავაშენებთ, იცით რამდენი მილიარდი დოლარი სჭირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თუნდაც პირველი ფაზის დასრულებას. 1.200 მილიონი დღევანდელი, მიხედვით პირველი ფაზის. ხაზარაძის პერიოდში იყო 9 ფაზა, ანუ ჩვენ უნდა ყოფილიყავით, საქართველოს უნდა ყოფილიყო უმძლავრესი, უდიდესი ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელ ოპერატორიც, მფლობელი, რომელიც ამ გეოპოლიტიკურ ტურბულენციის დროს განსაკუთრებით სჭირდება ცენტრალურ აზიას, განსაკუთრებით სჭირდება ხსენებულ ჩინეთს, ჩინური ტვირთები, საიდანღაც ხო უნდა გავიდე. ეხლა ამ პერიოდში, როდესაც ტრამპმა დაანონსა და თქვა და ალიევთან ერთად და ფაშინიანთან ერთად დაიწყო ეს ტრიპის პროექტი, ანუ ტრამპის გზა კეთილდღეობისა და მშვიდობის და კეთილდღეობისათვის სამხრეთ-სომხეთზე გამავალი ჩრდილოეთ ირანზე თან 100 მეტრშია, მართლა ბუკა პეტრიაშვილმა მითხრა ეს არაჩვეულებრივი მიგნება, აი 100 მეტრშია, ეს არის 100 მეტრი, აქედან აქამდეა, აი ამ ზღვარზეა ჩრდილოეთ ირანთან. შენი უპირატესობები გაქვს, შენ საზღვაო ქვეყანა ხარ. ფოთის პორტის სიმძლავრეები არ ყოფნის მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების ინვესტიცია, რომელსაც მივესალმები და ასე შემდეგ და შენ გჭირდება სხვა პორტებიც. ფოთის გაძლიერება კი არა, მხოლოდ ფოთის გაძლიერება კი არა, სხვა მძლავრი პროექტიც. და ჩინელებმა წამოაყენეს სხვავისი პირობები, ამათაც ვერ თქვეს თანხმობა ამ ჩინურ პირობებზე და ჩინელებთან აი სტრატეგიული პარტნიორი რომ არის, იმ ჩინეთთან ურთიერთობები ჩაშალეს. ამაზე მარტივად როგორ აღმოჩნდა. ჩაშალეს, იმიტომ იძულებულნი იყვნენ და ანაკლია თავისუფალია. ჩინეთი წავიდა სტრატეგიული პარტნიორი და ანაკლია თავისუფალია. ახლა ისმის კითხვა. ააშენებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფულით ამ პორტს, ვერ ააშენებს. 1.5 მილიარდი დაახლოებით 1.200 მილიონი მაინც სჭირდება დოლარში პირველი ფაზის დასრულება. სულ არის 9 ფაზა. სულ სჭირდება ამისთვის შენ 20-25 მილიარდი სახელმწიფოს. როგორ შეიძლება ჰქონდეს ამდენი ფული? არც ჩვენნაირ სახელმწიფოს გულისხმობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის 20 მილიარდი იმდენია, რაც ჩვენთვის 200 მილიონი. ან 20 მილიონი. შეიძლება თუ არა ვერ ააშენებს. აქედან გამომდინარე მიგდებული, დამატებით მიგდებული იქნება. მიაგდებენ საბოლოოდ კიდე 4-5 წელი, 3 წელი, 7 წელი რაღაც გაწელავენ პროცესს. ამერიკელები რო ჩამოვლენ ხოლმე, ამერიკული დელეგაცია ჩამოდის ხანდახან და ეხვეწება ხოლმე ამათ, რომ გაგვიყვანეთ ერთი გვაჩვენეთ რა ხდება ანაკლიის და ისინი მიდიან და იქ უკაცრავად რუსულისთვის პაკაზაწელენ და დააყენებენ ხოლმე რაღაც 7 მუშას, ჩააცმებენ ხოლმე ამ უნიფორმებს, სტაფილოსფერს და ისინი ვითომ სპექტაკლია. ისინი ვითომ თხრიან რაღაცას. და რაღაც 7 ტრაქტორს მიაყენებენ და ისინი ვითომ რაღაც აღარბაწყლოვანებენ. და ამერიკელები წავლენ თუ არა, ეს მუშები ცითესებიან და ეს ტრაქტორები სხვადასხვა ობიექტზე გადახდნენ. რა გამოსავალია?
2019 წელს 2019 წლებში ჩამოართვეს მამუკა ხაზარაძის ეს ანაკლიის ღვაწლოვანი პორტი. მამუკა ხაზარაძე წელს აღარ ვიტყვი ხა დეტალებს და მამუკა ალბათ უსმენს ამ ვიდეო ბლოგს, არ ვიტყვი რატომ და როგორ, რა მოხდა, წინარე ისტორია რა არის. თავისი დანაპარტიელების ლელო ძლიერი საქართველოს პირით თქვა, რომ ამ პორტს უნდა დაერქვას ტრამპის პორტი. აღარ გავხსნით ჩხილებს ვინ არის ამ იდეის ერთ-ერთი ან მთავარ ავტორი. არ არის ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანი ამ დეტალებზე ყურადღების გამახვილება. აი ტრამპის გზა არსებობს და ახლა დავარქვათ მოდი ამ პორტს ტრამპის პორტი და ამერიკელები შემოვიხაროთ. მე გავაწბილებ ყველას. ამერიკელები არ შემოვლენ ჩვენს ანაკლიის პორტში. არ შემოვლენ მანამ სანამ ბიზინა ივანიშვილი კიდალა არის ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილს ამერიკელები წამოუყენებენ კიდე ერთ პირობას და ზუსტად ისე როგორც თავის დროზე ხაზარაძე გააგდო, ხაზარაძის კონსორციუმს ჩაუშალა კონტრაქტი, ზუსტად ისე როგორც ახლა ჩაუშალა ჩინელებს, სხვა შვილება შეიძლება იდაონ და გარკვეული ფული წაგვართვან, როგორც მაგალითად ენკამ წაგვართვა, გვართბებს თურქული კომპანია, რომელიც ნამახვანხეს აშენებდა. ამერიკელები არ შემოვლენ, იმიტომ რომ აქ სამართალს ვერ იპოვიათ ემან ბიზინა ივანიშვილს რომ მოეპრიანოს და მაზეგ რომ წაართვას ამერიკელებსაც რა გამორიცხავთ. ამიტომ ვერავინ ვერ ჩადებს თავის 1 მილიონსაც კი. შესანიშნავი მაგალითი აქვს, რომ 70-75 მილიონი ჩაიდო ზუსტად ვიცი ვინ რამდენი ჩადო. ბულგარულ ქართულმა კომპანიამ რამდენი ჩადო, ის ვიცი. უზბეკურ ქართულ-ბრიტანულმა კომპანიამ რამდენი ჩადო, ის ვიცი. თავად მამუკა ბადრიმ რამდენი ჩადეს, ის ვიცი. კონტი ჯგუფმა რამდენი ჩადო, ის ვიცი. ჰოლანდიელებმა რამდენი ჩადეს, ის ვიცი. თურქებმა რამდენი ჩადო. SSA მაინც არაფერი არ ჩაუდია ეს პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ SSA მაინც რა პირობით იყო, ყველაფერი ვიცი. კონტრა დოკუმენტების დონეზე მაგნა. ხო შორის ამერიკელები აი კონტი ჯგუფს რო ვლაპარაკობთ, ხო? ხო შორის მისი ინვესტიცია ის კი თავდაპირველადვე იყო დამფუძნებელი, მაგრამ მისი ინვესტიცია არ მინდა შემეშალოს, აღარ გადამიმოწმებია. მაგრამ როგორც მახსოვს იყო 2,2,000,000 ამერიკული დოლარი იმ 74 მილიონიდან. ეგ რა მაგის პასუხი. რომ ვიცოდეთ, მაინც თუმცა მისი ამ კონტი ჯგუფს საკმაოდ დიდი წილი ჰქონდა, კი თმობდა რა თმობდა წილს ახალი ინვესტორების სასარგებლოდ, ვინც შემოდიოდა უზბეკურ ქართულ-ბრიტანული კომპანია. ეს კომპანია ხოში ძალიან ძლავრი კომპანია, ის ამერიკელებთან ერთად ბათუმში ფლობს მულტიმოდალურ ძალიან ძლავრ ჩვენი ქვეყნის მასშტაბებით ძალიან ძლავრ მულტიმოდალურ ტერმინალს და რა ქვია იმ კაცს მურჯიკნელი დიპლომატია, როგორც მახსოვს, არის მისი ხელმძღვანელი, ხელმძღვანელი. ამერიკულ ტრამოსთან ერთად ფლობს ეს კომპანია ვანდერნეტ ექსპრესი. ამ ბათუმურ კომპანიას, ბათუმში კომპანიას და ამერიკელების და ამ ვანდერნეტის ინვესტიცია ტრამოსი არის, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ მინიმუმ 20-25 მილიონი შეიძლება მეტიც დოლარი. ამერიკული ინვესტიცია სად არის რომ გითხოთ, აი აქ არის და სხვაგან არ არის, ან ცოტაა სხვაგან, ასე ვიტყვი, პორტშიც არის, უხდები თუ იქნებით. და ასე შემდეგ. ეხლა რატო უყვები ამას? არ მისცემს ბიზინა ივანიშვილი არც ერთ ქართულ კომპანიას. ამერიკელებსაც არ მისცემს. ამერიკელებს რომ თავიდან ტენდერი რომ გამოაცხადოს თუ კონკურსი. ხო ამერიკელები მონაწილეობასაც არ მიიღებენ. გამოცდილება აქვთ ამერიკელებს უცნაურესი კი არა საინტერესო. რომ კიდალა ბიზინა ივანიშვილი. არადა. ეხლა მამუკა ხაზარაძე დამეთანხმება. სხვებიც დამეთანხმებია. ჯერ კიდე 2019 წელს აქ უშუალოდ მე ამას ვამბობ მეჩვენებთ. უშუალოდ მეც ვნახე. მე ველაპარაკე სხვებთან ერთად ვაღიარებ, მაგრამ მეს ველაპარაკე კომპანია, ამგვარი ამერიკული კომპანია ცერბერუსის წარმომადგენელს, აქ რომელიც ფორუმზე იმყოფებოდა ბილტმორის კულისებში, მე როგორც მართებული გაგებით ლობისტი, იმიტომ რომ მამუკა ხაზარაძესთან ამი ურთიერთობა, მამუკასაც ვიცნობ, ბადრისაც ვიცნობ, ბევრ სხვასაც ვიცნობ და ასე შემდეგ. არავით არის საქმიანი ურთიერთობა, ესე არ უნდა ჩათვალოთ, რომ ლობისტურ საქმიანობაში მე რაღაც ფულს არაზღაურებას ვიღებდი, არა. უბრალოდ ძალიან დაინტერესებული ამ ამბით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მაშინაც და ახლაც არის ჩვენი ქვეყნისთვის ამ პორტის აშენება. მე შევხვდი ამ კომპანიის წარმომადგენლს, head office-დან მნიშვნელოვან წარმომადგენელს. და ამ კომპანიას ქვია ცერბერუსი
ცერბერუსთან ურთიერთობა მე არ მქონია კარგა ხანია, რამდენიმე წელია, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ თუ ადეკვატური შეთავაზება იქნება თბილისიდან, ოღონდ არახელისუფლებიდან ქართულ ოცნებას არავინ არ ენდობა, თუ ადეკვატური მოთამაშე ითამაშებს ამ ამბავში და თბილისიდან გაუკეთებს არა მხოლოდ ცერბერუსს, არამედ სხვებსაც ადეკვატურ წინააღმდეგობას ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ცერბერუსი შემოვა კონკურსით, არა კონკურსით, იმ დეტალის გათვალისწინებით ეს ერთი. მაგრამ დაუბრუნდები იმ თემას, ბოდიში გამავისნა, აღმენიშნა. მამუკამ თქვა, რომ ტრამპის სპორტი დავარქვათო და მეც მომხრე ვარ, რომ დავარქვათ ტრამპის სპორტი. ოღონდ ეს შეთავაზება გავუკეთოთ ტრამპს. და ტრამპი ჩაერიოს ამ პროცესში. თუ ტრამპი ჩაერევა ამ პროცესში უშუალოდ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ეს პროექტი არ გამოვიდეს. ზუსტად ისე როგორც გამოვა, მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არ გამოვა ტრიპი გამოვა. იმ მიუხედავად იმისა, რომ ირანი არ არის დალაგებული ბოლომდე მოცემულ ეტაპზე, ტრიპი მაინც გამოვა და თუ ჩვენ ადეკვატურ შეთავაზებას გავუკეთებთ ამერიკელებს და ვიტყვით და მამუკამ უნდა თქვას ეს. მამუკამ და კონსორციუმის ყოფილმა წევრებმა კიდევ ერთხელ უნდა თქვან ხმამ ახლა. დავყვებით რა ვიცი საზოგადოების ერთი ნაწილი ყოველ შემთხვევაში, რომ ამ ყველაფერს დაერქვას ტრამპის სპორტი. ოღონდ ხელისუფლებას უნდა ჩამოერთვას შესაძლებლობა, უფლება, ამის სპორტი მთლიანად და ასე შემდეგ. და ხელისუფლება უნდა გაიწიოს. ეს ალბათ ვერ მოხდება ხელისუფლების წასვლამდე, შესაბამისად რაღაც არ გაიწევა და ძალიან ძნელია მისი გაწევა. აქედან გამომდინარე ეს იდეა დარჩება იდეად და ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს უკვე შემდგომ, როცა ხელისუფლება აღარ იქნება. როცა ხელისუფლებაში აღარ იქნება ქართული ოცნება, მაშინ უნდა გავუკეთოთ ჩვენ შეთავაზება მარტივად რომ ვილაპარაკოთ დონალდ ტრამპს და დავარქვათ ამ სპორტს ტრამპის სპორტი. ან ამერიკის შეერთებული შტატების სპორტი, თუ მაინც და მაინც 29-მდე ვერ მოვიცინებთ ქართულ ოცნებას, ანუ ვიდრე ტრამპია დედსახში იმ პერიოდამდე 29 წლის იანვრამდე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სპორტი. ესე უნდა დაერქვას ამ სპორტს. თუ ტრამპი იქნება დედსახში, მაშინ ტრამპის სპორტი. ოღონდ ქართული ოცნება უნდა წავიდეს. თუ ქართული ოცნება წავა, გარწმუნებთ, რომ რიგი დადგება ამერიკული კომპანიებისა, ვინც ამ სპორტს აშენებს და იმ ქართველი ინვესტორების, რომლებსაც 70 მილიონი აქვთ გადახდი ქართველი და არა მხოლოდ ქართველი, ინვესტორების ინტერესებიც იქნება დაკმაყოფილებული. ანუ ისინიც იხეირებენ. მართალია ნაკლები პროცენტი ექნებათ, მაგრამ მაინც იხეირებენ. ახლა არაფერი არ აქვს საერთოდ. მაგათაც წაართვა, ხო? მიზნე ივანიშვილმა სპორტი, როგორც ასე. თუ კარგად ხსნი. ჩინელები აღარ არიან ამათი პარტნიორები. რუსებთან ურთიერთობის დალაგებას თან ცდილობენ და თან არ გამოსდით და რუსები ისეთ რაღაცებს თხოვენ, რომ ბიზნა ივანიშვილი, ავიცი. ბიზნა ივანიშვილი ყველაფერზე სამსვლელია, მაგრამ ბიზნა ივანიშვილიც კი არ არის სამსვლელი მეორე მხრივ, მაგრამ ამის შედეგად ბიზნა ივანიშვილის მძიმედღიელი სწორედ რუსეთიდან. ევროპას აგინებენ დღენიადაკ, ამერიკას აგინებენ დღენიადაკ, არ ვიცი. კონგოს რესპუბლიკასთან თუ უნდათ საქმიანი ურთიერთობის დაჭერა, ეგ არ ვიცი, ხო, აზერბაიჯანთან უნდა ცხადია, მაგრამ აზერბაიჯანი ამ პროცესში არ ერევა დიდად. თუმცა ჩემს ხელთარსებული თომარება ამასაც ვიტყვი, ალიევმა პრინციპში გამოთქვა ორი პორტის მიმართ ინტერესი, ეს არის ყულევი და ეს არის ყულევი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ეს არის ანაკლიის სპორტი. თუმცა ეს არც წინ არ წაწეულა ეს პროცესი მეორე მხრივ და რა ვიცი. ანაკლია ჩავარდა მოცემულ ეტაპზე და ჩვენ უზარმაზარი შესაძლებლობები უკვე გაშვებული გვაქვს ხელიდან. ნახვამდის.